იოანეს სახარების მეოთხე თავის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტად ღვთაებრივი მხსნელი და მის გარდა ვერავინ შეძლებდა დაჩაგრული ინდოელი ქალების შველას. წერდა მოგვიანებით პანდიტა რამაბაი, ინდოელი სოციალური რეფორმატორი და განმანათლებელი, რომელიც ქრისტეს რწმენაზე ინგლისში ყოფნისას მოექცა. პანდიტა რამაბაი ხმამაღლა საუბრობდა იმდროინდელ პრობლემებზე და ღიად უჭერდა მხარს ქალებისთვის განათლების მიცემას. მან მთელი თავისი ცხოვრება ინდოელი ქალებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას მიუძღვნა. პანდიტას განათლებაში დიდი წვლილი მიუძღოდა მამამის, რომელმაც განათლება მისცა როგორც ცოლს, ასევე შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისგან ამ ყველაფერს დადებითი შეფასება არ მოჰყოლია. სწორედ მანვე შეასწავლა ქალიშვილს სანსკრიტი. 20 წლის ასაკში პანდიტა 5 ენაზე ლაპარაკობდა და ინდუისტების წმინდა წიგნის ვედების თავისუფლად წაკითხვა შეეძლო. 1876-78 წლებში ინდოეთში დაწყებულ დიდ შიმშილობას მისი მშობლებიც ემსხვერპლნენ. რამაბაიმ და მისმა ძმამ გააგრძელეს ოჯახური ტრადიცია. მოგზაურობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და კითხულობდნენ წერილებს სანსკრიტზე. რამაბაის, როგორც სანსკრიტის მცოდნე ქალის პოპულარობამ კალკუტამდე მიაღწია და 1878 წელს კალკუტის უნივერსიტეტმა სანსკრიტის ცოდნისთვის პანდიტის და სარასვატის ტიტულები მიანიჭა. ასევე გადაეცა ვედების სასლი, რომელიც ყველაზე წმინდად ითვლება ინდუისტურ ლიტერატურაში. პანდიტა ლიდერობისთვის იყო დაბადებული. მას ენდობოდნენ ღარიბები და პატივსცემდნენ მდიდრები. მილიონობით ქვრივის მძიმე მდგომარეობის გამო თანაგრძნობით ახშილმა პანდიტამ თავისი ცხოვრება სოციალურ რეფორმებს მიუძღვნა. 1889 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც სიტყვით მიმართა ბომბეის ეროვნულ სოციალურ კონგრესს და ქუჩებში მოშიმშილე ქალებისთვის თხოვა დახმარება. მხოლოდ 23 წლისა იყო, როდესაც ქალაქ პუნეში დააარსა ორგანიზაცია, რომელიც ქალთა განათლებაზე ზრუნავდა. იმოგზაურა ამერიკაში და იქ ყოფნის დროს დაწერა წიგნი მაღალი კასტის ინდოელი ქალი, რომელშიც მოთხრობილი იყო კასტური სისტემის გავლენა ინდოელი ქალის ცხოვრებაზე. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიქმნა პანდიტა რამაბაის ამერიკული ასოციაცია, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფდა ინდოელი ქვრივი გოგონებისთვის სკოლისა და თავშესაფრის ხარჯებს. თავშესაფარში მისულ ქვრივებს რამაბაი ეხმარებოდა ყველაფრით, რაც საჭირო იყო მათი განვითარებისთვის. ათასობით ინდოელ ქალს მისცა ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა. საკუთარი დაფინანსებით ინდოეთში გახსნა მუქტის ქრისტიანული მისიის სკოლა, რომელიც დღესაც აქტიურია და გასაჭირში მყოფ ადამიანებს ეხმარება საცხოვრებლით და საშუალებას აძლევს აირჩიონ და ისწავლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა. პანდიტამ გამოიტანა დასკვნა, რომ ინდოეთის გარდაქმნისათვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდათ ქრისტიან ქალებს, რომლებიც ბიბლიით ხელში ივლიდნენ სოფლიდან სოფელში და სხვა ქალებს ქრისტეს რწმენისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ გაუზიარებდნენ. მას სჯეროდა, რომ ბიბლია შეეძლო ცვლილებების მოტანა და ამიტომაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12 წელიწადი მოანდომა ბიბლიის თარგმნას მშობლიურ მარათულ ენაზე.